საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად რობოტული ტექნოლოგიებით პირველი ოპერაცია პროფესორმა ქარაზანაშვილმა 2024 წლის 27 თებერვალს ჩაატარა და ეს იყო ნამდვილად პრეცედენტული მოვლენა რეგიონში, რადგან მანამდე რობოტული ქირურგია საქართველოსა და კავკასიაში არ არსებობდა. ზუსტად 2 წლის წინ ამას სპეციალური ეთერის მიუძღვენით ამ სტუდიაშივე და დღეს უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რობოტული ქირურგიის დანერგვა გარდამტეხი ნაბიჯი აღმოჩნდა საქართველოსა და კავკასიაში, რადგან მან სულად შეცვალა რეგიონის სამედიცინო შესაძლებლობები თუ წლების განმავლობაში რთული ონკოლოგიური და რეკონსტრუქციული ოპერაციების, რობოტული ოპერაციების განსახორციელებლად პაციენტები იძულებულნი იყვნენ მიემართათ თურქეთის, ისრაელის, ევროპის კლინიკებისთვის. უკვე 2 წელიწადია საქართველოში ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში გახდა შესაძლებელი ინოვაციური ტექნოლოგიებით მკურნალობა. ყველაფერი დანარჩენისთვის ვნახოთ ინტერვიუს ჩანაწერი პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან, რომელმაც ოპერაციებს შორის გამონახა დრო და გვეწვია BMG სტუდიაში. ბატონ გურამ, მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის, რომ ერთად ვართ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. 2 წელიწადი სრულდება თარიღიდან, რომელზეც მეც მქონდა პატივი მესაუბრო თქვენთან თავის დროზე. გავიდა 2 წელიწადი რობოტული ქირურგიის დასაბამიდან საქართველოში. შეიძლება თუ არა 27 თებერვალი მიჩნეულ იქნას თარიღად, როცა ქართულ მედიცინაში მკვიდრდება ახალი ტექნოლოგიური ეტაპი, რომელიც ჩემი აზრით თვისებრივად ცვლის მიდგომებსაც და დამოკიდებულებასაც მედიცინის მიმართ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. 2 წელი გავიდა თქვენთან სტუმრობის შემდგომ. 27 თებერვალი დიახ არის რობოტული ქირურგიის დაფუძნების დღე საქართველოში და კავკასიაში მთლიანობაში, მთელ სამ რეგიონში. რა მნიშვნელობა აქვს რობოტულ ქირურგია, შეიძლება ისმის ეგეთი შეკითხვა, იმიტომ რომ ამას თვისობრივად სხვა ეტაპზე გადაყავს მთელი მედიცინა. ყოველ შემთხვევაში ქირურგიის დარგი მაინც და ქირურგიის დარგი მოგვეხსენება მედიცინის დიდი ნაწილია, ხო? ესე იგი თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის. ეს არის ციფრული, დასავლური, რა ვიცი, რასაც კიდე დავარქვათ, სრულიად ახალი ეტაპი სიზუსტის, precision medicine ქვია ამას. სიზუსტის ახალი ეტაპია საიმედობის, სანდოობის, მინიმალური გართულებების, სწრაფი, კომფორტული რეაბილიტაციის და ყველაფერი თანამედროვის დასაწყისია. ამის გარეშე არ არსებობს არც მსოფლიო დასავლური წარმატებული მედიცინა რობოტული ქირურგიის გარეშე არ არსებობს. შეგვიძლია თუ არა ესეთი დეტალები გავიხსენოთ, ბატონ გურამ. ეს არ არის რაღაც ჯადოსნური ჯოხი, რომელმაც დაკრა 2 წლის წინ, 27 თებერვალს თავს. თქვენმა კლინიკამ პირადად თქვენ ძალიან ბევრი ეტაპი გაიარეთ. არც ის მინდა, რომ ჩვენს საქმიან მიმდევრებს და საზოგადოებას დარჩეს დაბეჭდილება, რომ რობოტული ქირურგია მხოლოდ ტექნოლოგიებია. ან ახალი აპარატურაა. არამც და არამც. რა იყო ის ეტაპები, რა პერიოდი იყო, ვიდრე პირადად თქვენ გუნდი და შემდგომ უკვე კლინიკაც სავსე გუნდით მივიდა და დაიწყო ამ ყველაფრის კეთება. დიახ, აბსოლუტურად მადლობ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ეს მართლაც არ არის აპარატურის შეძენა. რობოტული ქირურგია შედგება 2 დიდი ნაწილისგან. ეს არის ტექნოლოგია და ეს არის ქირურგი. მოგიხსენებათ, რომ რობოტი იმართება ქირურგის მიერ. და აი ამ მართვას, როგორც კოსმოსურ ხომალდს შეიძლება მართვის ცოდნა, ეს არ არის ერთ დღეში არ მოდის. ეს ცოდნა, ამას შეიძლება მთელი ცხოვრება მომზადება. მე პირადად მთელი ცხოვრება ვემზადებოდი. შეიძლება ჩემს ახალგაზრდობაში რობოტი არ იყო, მაგრამ ჩემი პროფესიული გზით ვემზადებოდი. გავიარეთ ღია ქირურგია, გავიარეთ ლაპარასკოპია, გავიარეთ ენდოსკოპია, ყველა ტიპის ქირურგიის სახე, რომელიც ბოლოს გვირგვიდება რობოტული ქირურგიით. ასევე ის შესაძლებლობები ნებისმიერი სირთულის და სიზუსტის ოპერაციის შესრულების, ეს ამას სჭირდება ათეულობით წელი. მეორე საკითხი არის ეს საერთაშორისო რანგი, საერთაშორისო დონე, მთელი ცხოვრება იყო მზადება, დასავლეთი, კონგრესები, კონფერენციები, მოხსენებები, მეგობრები, ეს თანადგომა თუნდაც რაც საჭირო იყო, აქ მივსულიყავით, ხო, ეს ყველაფერი მეორე თემაა და მესამე საკითხია, რა თქმა უნდა, ტექნოლოგია და ფინანსები. ახლა იმასაც ვიტყვით, რომ შესაძლოა ქვეყანაში ალბათ ძალიან მრავალი
კლინიკაზე და უფრო ძლიერი კლინიკაც არსებობს ფინანსურად და ასე შემდგომ. ჩვენი კლინიკა არ გამოირჩევა ამის თანასიძლიერით დაუშვათ, მაგრამ სწორი ბიზნესით გამოირჩეოდა, იმიტომ რომ ამას სჭირდებოდა მრავალმილიონიანი ინვესტიცია საბანკო, რომელიც მოგეხსენება თუ სწორად არ არის აწყობილი სტრუქტურა, საბანკო სესხი და ინვესტიცია ასევე შეუძლებელია. ამასაც ეს კლინიკა დაახლოებით 15 წლის განმავლობაში მანამდე არსებობდა და ემზადებოდა თავისი წინა პერიოდით. ასე რომ ეს ერთ დღეში არ მოსულა, რა თქმა უნდა. იმავდროულად ტექნოლოგიებიც რო ახსენოთ ბატონ გურამ, ამ წრემამ ურთიერთობებმა მოიტანა ის, რომ დღეს თქვენი სახელობის კლინიკაში არის დანერგილი უახლესი როგორც რობოტული ტექნოლოგია, ასევე რობოტქირურგიული ტექნოლოგიები. შეიძლება თუ არა აქედან გამოყოფა თანამედროვეობის თვალსაზრისით ეს ბოლო სიტყვა არის იმ ყველაფრისა, რაც რობოტულ ქირურგიაში ხდება, თუ რასთან მოდიან შეხებაში პაციენტები ქართველი ქირურგების და თქვენი კლინიკის საშუალებით. უნდა ითქვას, რომ ეს ტექნოლოგიების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაც ეტაპობრივი იყო. ჩვენ შეგვიძლია ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვთქვათ, რომ პირველი მიკრო ულტრავგერის სისტემა, ანუ სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის სკრინინგის სისტემა, პირველი თარგეტული ბიოპსიების სისტემა კავკასიაში და საქართველოში. პირველი რობოტული ფოკალური თერაპია, რომელიც წინ უძღოდა რობოტულ ქირურგიას. რობოტული ფოკალური თერაპია არის ესეთი დაზოგვითი ქირურგია, როდესაც ორგანოს ინარჩუნებ და სიმსივნის განადგურება ხდება გარკვეულ წერტილებში. აი ეს პირველი ყველა ეს ტექნოლოგიები წინ უძღოდა რობოტულ ქირურგიას, რომელიც ჯამში გვირგვინის სახით ეს რობოტული ქირურგია აღარ არის მარტო ერთი დარგი, არ არის მარტო უროლოგია, არ არის მარტო ონკოუროლოგია, რომლის წარმომადგენელიც მე ვარ. ეს არის ქირურგია და ეს რობოტული ქირურგია უკვე მთელი ქირურგიული დარგისთვის გვირგვინის სახით წამოვიდა ამ წინა ტექნოლოგიურმა სიახლეებმა, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. გამოვცადეთ ჩვენი თავი, გამოვცადეთ შესაძლებლობები, გუნდუნის შესაძლებლობები და საბოლოოდ აი მივიდა ესეთ დიდ ბატონ გურამ, აქ მიჩნდება ერთი კითხვა, ბოდიშვიხტი თუ დილეტანტურია, მაგრამ პაციენტისთვის რას ნიშნავს, როცა აი თქვენს მიერ ჩამოთვლილი ტექნოლოგიები არის ერთ სივრცეში. მე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომიწია ქართულ მედიცინასთან უფრო ახლო ზიარება, გულისხმობ მედიიდან გამომდინარე და საქართველოში მართლაც უამრავი ტექნოლოგიაა, მართლა სუპერთანამედროვე, რომელიც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას დაამშვენებდა. მაგრამ იქვე არის ის, რომ ის ძალიან გაბნეულია და ხშირად თავმოყრილი არ არის. ის ტექნოლოგიები, რაც რობოტულ ქირურგიას უკავშირდება და რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არის ერთ სივრცეში. აი ეს რა კომფორტს ქმნის პაციენტისთვის. რა თქმა უნდა, ეს იმ კომფორტს ქმნის, რომ დაუშვათ ესეთი კომფორტი შეიძლება ბევრ სხვა დასავლურ კლინიკაშიც კი არ იყოს ერთ ადგილას თავმოყრილი. ამიტომ ეს დაწყებული დაავადების გამოვლენიდან დაუშვათ ფართოდ გავრცელებული დაავადებების როგორც არის ერთ-ერთი პროსტატის კიბო, მაგალითად, ხო? არის სიხშირით კანის კიბოს მე ყველაზე ხშირი. აი ესეთი მაგალითად მთელი ციკლი არის აქ დაწყებული ადრეული გამოვლენა, სკრინინგი, შემდგომ თუ საჭიროა თარგეტული ფიუჟენ ბიოპსია, მერე თუ საჭირო არის ფოკალური თერაპია, რობოტული დაზოგვითი წერტილოვანი განადგურება სიმსივნის და ბოლოს არის რობოტული ქირურგია, მაგალითად სრულყოფილი ლიკვიდაცია. ეს ერთ დაავადებასთან დაკავშირებით, მაგრამ იდეალურად რობოტული ქირურგია უკვე არის ფართომასშტაბიანი. რობოტული ქირურგია შეიძლება გამოყენებული იქნეს არა მარტო უროლოგების მიერ, არამედ და ვიყენებთ კიდევაც მუცლის ქირურგები, გინეკოლოგია. ეს მუცელი უკვე ათვისებულია სოფლიოში ის გამოიყენება გულმკერდის ქირურგიაში, კარდიოქირურგიაში, ორალურ ქირურგიაში, რეალურად. ამიტომ ეს ეტაპები არის. ჩვენ დავიწყეთ ეს უროლოგიით, დავიწყეთ პროსტატის კიბოს გამოვლენით, თანამედროვე დიაგნოსტიკით, ეხლა დამთავრდა ასე ვთქვათ ამ დაავადების ფოკალური რობოტული თერაპიით და რობოტული ქირურგიით. მაგალითები, რომელსაც თქვენ ჩამოთვლით, ისე ცოტა ზოგად სურათში მსურს პროფესორ ქარაზანაშვილის დაბრუნება. როგორ შეცვალა ამ ორმა წელიწადმა ზოგადი პრაქტიკა საქართველოში? ანუ ესეც ხომ ერთ-ერთი თემა არის თქვენ საზოგადოებაში მედიკოსების, პრაქტიკოსების, რომ პრაქტიკას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ ორ წელში კოლოსალური სამუშაო ჩატარდა, ხო, 300 ქირურგიული, რობოტული, ურთულესი ჩარევა ორ წელიწადში. აი ევროპაში მაგალითად რობოტული ქირურგიის პროგრამა კლინიკაში ითვლება წარმატებულად, თუ 100 ოპერაციაზე მეტი კეთდება, უკვე ეს არის წარმატებული. ჩვენ გავაკეთეთ ორ წელიწადში 300 ოპერაცია, ეს უდიდესი გამოცდილება. თან ეს ოპერაციები რობოტული ჩვენ არ გავიკეთებია მარტივი, ძალიან რთულ ოპერაციებზეა საუბარი. მასშტაბი რობოტულმა ქირურგიამ ამ ორ წელში ჯერ გამოცდილი გუნდი გვაქვს, ჩვენ უკვე ძალიან სერიოზული გამოცდილი გუნდი გვაქვს და სერიოზული გამოცდილება ჩვენ ევროპულ დონეზეც კი დამწყებები აღარა ვართ, ჩვენ ვართ უკვე დამკვიდრებული და ისეთი კიდევ ქირურგიული ჩარეები განხორციელდა აქ, რომლის სირთულეც კი აი ევროპაშიც კი ყველა კლინიკაში არ არის ხელმისაწვდომი, მაგალითად სიტყვაზე ხელოვნური შარდისბუშტის შექმნა რობოტულად. მაგალითად რა არის ხელოვნური შარდისბუშტი, რატო მოვირჩევთ ხოლმე? ეს არის იდეაში მრავალსაათიანი ოპერაცია, როდესაც დახურულ სივრცეში, როდესაც ონკოლოგიური მიზეზების გამო აღარ არის შარდისბუშტი, უნდა ამოიღო და მე ადამიანს უნდა შეუქმნა კომფორტი და მისივე ნაწლავისგან ქმნი დახურულ სივრცეში განაკვეთის გარეშე შიგნით ამ რობოტის იქნება რაღაცა უნდა ამოიკვეთოს რაღაც დიდი ნაწილი ნაწლავის, იქიდან ჩამოყალიბდეს ახალი შარდისბუშტი, შეუერთდეს ის თელს თირკვლებს, საშარდეს სისტემას. ამის ყველაფრის გაკეთება დახურულ სივრცეში ხელეწიფება მარტო ერთეულ კლინიკებს ევროპაში. ჩვენთვის ცნობილია მაგალითად კაროლინსკაში არის ძალიან ცნობილი ცენტრი ამ კუთხით. ერთეული ცენტრები არის. ის რომ ეს შესაძლებელი გახდა ამ 2 წლის განმავლობაში მიღებული დიდი გამოცდილების შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ნებისმიერი სირთულის რობოტული ქირურგიის ჩატარების გამოცდილება გაგვაჩნია დღეს. ამან მე ვფიქრობ, ბევრი რამე აჩვენა ქვეყანას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ტალღა წარმოიქმნა და ჩვენ კიდე შედეგებს დავინახავთ ამისას ძალიან მალე, მთელ საქართველოში და კავკასიაშიც. აი იყო ჩემი კიდევ ერთი კითხვა, მოყოლებული თქვენი 2 წლის წინანდელი ვიზიტიდან. ეს კავკასიის მასშტაბით პირველი ცენტრი. რომელმაც ამ ყველაფერს დასაბამი მისცა. მაშინ BMG-თანაც გავავლე მაგალითი, როცა ჩვენც ამ ქვეყნებში შევედით. ბატონო, როგორია ტრაფიკი ამ ქვეყნებიდან და რამდენად გაიგეს ჩვენმა მთავარმა პარტნიორმა ქვეყნებმა და მეზობლებმა ასეთი უნიკალური ცენტრის არსებობა საქართველოში და მზარდია თუ არა ეს? ეს არის ტალღა, ცუნამი, ნელ-ნელა იზრდება და მოედება მთელს კავკასიას, ალბათ ყველა უმრავლეს კლინიკას, ეს არის შეუჩერებელი ტალღა. ამ კავკასიაში წარმოიქმნა უდიდესი ტალღა. ჩვენ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი ყველას მოიხსენება ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ნებისმიერი ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი პაციენტი ცდილობს წავიდეს თურქეთში, ასე ვთქვათ, გამოკვლევებისთვის, მკურნალობებისთვის და ასე შემდგომ. აი ეს ნიშნავს ამ რობოტული ქირურგიის განვითარება საქართველოში, კავკასიაში ნიშნავს, რომ ეს არის დასავლური უმაღლესი სტანდარტის ქირურგია და პაციენტს არანაირი мотиваცია აღარ უნდა ჰქონდეს წესით იმისთვის, რომ წავიდეს უცხოეთში. პირიქით, ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენ ყველა სირთულის ოპერაციას ვახორციელებთ და აქეთ უნდა ჩამოვიდნენ ჩვენი სამეზობლოდან. იმიტომ რომ ხარისხი რობოტულ ქირურგიაში ვერ იქნება დაბალი, ვერ იქნება ის რობოტთან შეუთავსებელია ეს დაბალი ხარისხის ქირურგია. ხარისხი არის უმაღლესი, ფასი არის ძალიან კონკურენტული და მრავალჯერ ნაკლები, აღარანაირი წესით мотиваცია არ უნდა არსებობდეს, პაციენტი წავიდეს თურქეთი იქნება თუ სხვა ქვეყანა, დაიხარჯოს, ძალიან დიდი თანხები დახარჯოს, მისთვის უცხო გარემოში წავიდეს ფსიქოლოგიურად. მე იქ როგორია მოგზაურობა არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად უცხო გარემოში. ანუ ეს ჩემი აზრით ისეთი დიდი გარდატეხა უნდა მოხდა და ეს ჩვენ უფრო მეტად დავინახავთ ამას. აი ძალიან სწრაფად. და სხვაობა დარწმუნებული ვარ ის, რაც ალბათ ასევე ერთი გადამწყვეტი არის, რამდენჯერმე არის სხვაობა სხვა კლინიკებსა და მეზობელ კლინიკებსა და საქართველოს შორის, იგივე თურქეთთან დაკავშირებით.
კონკურენტულობის თვალსაზრისით. ფინანსური კუთხით 4ჯერ 9ჯერ გააჩნია ოპერაციას.